ოღონდ კიდევ მალება საერთოდ მეგოი სახეზე ეწერა სინამდვილეში რეალურად როგორ აფასებენ ისინი ამ დასკვნას და არა მარტო მას ეწერა ეს დასკვნას გამოქვეყნდა იმის შემდეგ ოცნების ყველა წარმომადგენელი სახეზე აწერია სინამდვილეში რა არის მათი გულწრფელი დამოკიდებულება ამ დასკვნას მიმართებაში და შემდგომ ძალიან ნათლად ჩანს რომ ყველამ თუ არა დიდმა ნაწილმა დაგუგლა რა არის ესე უთოს მექანიზმი ან შეიძლება არ ვიცი რომელიმე AI-ის ესაუბრენ და საკმაოდ კარგად გაიყო რა შეიძლება მოყვეს ამ დასკვნას და ეგ ისეთი ამბავი არის სადაც ყობახიძის ახსნილი და მოყოლილი ან თუნდაც ივანიშვილის ახსნილი და მოყოლილი არ არის საკმარისი და თვითონ მიმართავენ საკუთარ წყაროებს რომ ნახოს სინამდვილეში რასთან აქვს საქმე და კიდევ ერთ რომ სახეზე აწერია ყველაზე მათ შორის ყობახიძის ბრიფინგზე დღესაც შეუძლია ნებისმიერ ადამიანს ხმა ჩაუწიოს იმიტომ რომ სიტყვებში მაგზამეს დიდი შინაარსი არ არის, ტრაფარეტული ფრაზები იყო, როგორც ყოველთვის იძახიან ხოლმე არანაირი არგუმენტი, არანაირი მტკიცებულება და შემდეგ. ასე ჩვენი პროპაგანდის მესიჯები, რომ ადამიანებს დააჯერონ, რომ თითქოს იქ არაფერი არ წერია, ბევრმა ადამიანმა წაიკითხა ის და შემდეგ ბევრმა გააკეთა რეტრანსკრიბება იმ ტექსტის, რაც წერია იმ დასკვნაში. ხალხი შეგიძლიათ ხმას ჩაუწიოთ, უბრალოდ სახეზე შეხედოთ და ნახოთ რა აწერია სახეზე ყობახიძეს და მაგით ხდება გასაგები, წაიკითხა თუ არა ეს დასკვნა და ესმის თუ არა რა წერია იმ დასკვნაში. და ძალიან გასაგებია, რომ ძალიან კარგად ესმით რა საფრთხეებიც ემუქრება, შეიძლება არა დღეს და შეიძლება არა ერთ საათში, მაგრამ რისკები, რომელიც მათ თავზე არის ჩამოკიდებული, ეს რისკები არასად არ გაქრება არასოდეს. ვის როდის მოუვა თავში ან საფრანგეთში, ან გერმანიაში, ან შვედეთში, ან ნიდერლანდებში და ეს არის 4 ქვეყანა, სადაც ყველაზე ხშირად ხდება ხოლმე ამ რაღაც ნაციონალური იმის გამოყენება, უბრალოდ უნივერსალური რაღაც იურისდიქციის გამოყენება და ვის მოუნდება იქ საქმის აღძვრა რომელიმე ქართული ოცნების ლიდერის წინააღმდეგ და სამომავლო ეს პროცესი არც ერთმა მათგანმა არ იცის ივანიშვილი დაწყებული არ ვიცი რიგითი ზარქოთი დამთავრებული ამიტომ არანაირი მნიშვნელობა არ აქვს რა ელაპარაკა სინამდვილეში ტექსტის მნიშვნელობა არ აქვს მნიშვნელობა აქვს რა აწერია სახეზე და სახეზე აწერეთ და ძალიან კარგად ესმით რაც დაემართათ უკვე რაც დაემართათ და კიდე რა შეიძლება დაელოდოთ კი ბატონო, ზურა რა არის რეალურად ამ დოკუმენტის გაგრძელება? რაზე არის ახლა დამოკიდებული? აი როგორც თქვენ თქვით, ვის როდის მოუვა თავში ასრად რომ გამოძიება დაიწყოს კონკრეტული მაღალჩინოსნების მიმართ, ამაზე არის დამოკიდებული, ანუ მოქმედებაში როგორ შეიძლება მოვიდეს ეს ანგარიში. ის რაც დოკუმენტში წერია და როგორც ვიცი, თქვენმა კოალიციამ ამაზე დაიწყეთ, ხომ? სწორედ მუშაობა დღეს გქონდათ კიდეც ბრიფინგი 4 ძირითადი მიმართულება აიღეთ, რაზეც აპირებთ რომ იმუშაოს. აი მარტო თქვენი ამ შემთხვევაში ჩართულობა რამდენად იქნება საკმარისი, რომ აღსრულება მოხდეს ამ ყველაფრის, რადგან თქვენ ამბობთ, რომ რეალური საფრთხეებია შეიძლება ერთ წუთში ან ერთ საათში არ მოხდეს, მაგრამ ეს საფრთხეები ყობახიძე მიგრძნო და ეს სახეზეც ეწერაო ბრძანებთ. ერთი რაც არის მნიშვნელოვანი არის ის, რომ ეს დასკვნა საერთოდ დაიდო ამ მექანიზმის შექმნის შემდეგ. ხო, თვითონ მექანიზმის შექმნა თავისთავად არის უკვე მნიშვნელოვანი. ესეთი მექანიზმები არ იქნება ცარიელ ადგილას. ამ მექანიზმის შექმნის წინაპირობა იყო ორი მნიშვნელოვანი რამ. ერთი ის, რომ ჩათვალეს, რომ ამ ქვეყანაში, საქართველოში ადამიანის უფლებების დარღვევამ მიიღო სისტემური ხასიათი. რომ ეს არ არის რაღაცა ერთეული შემთხვევები, რომელიც შეიძლება რაღაც ტიპის მექანიზმებით მარტივი რაღაცებით გამოასწორა. ანუ ჩაითვალა, რომ ამ ქვეყანაში ადამიანის უფლებებს დარღვევას აქვს სისტემური ხასიათი და ეს გარიცით, რომ ეს მექანიზმი დაძრა 23 თუ 24 ქვეყანამ და ამ ქვეყანამ გადაწყვიტეს ეს. მეორე რაც ჩაითვალა არის, რომ შეიძლება ადამიანის უფლებები ირღვეოდეს, მაგრამ ქვეყანაში არსებობდეს პოლიტიკური ნება, რომ ეს დარღვევები ვიღაცამ გამოიძიოს და შესაბამისად სამართალი აღსრულდეს. ანუ მეორე რაც ჩაითვალა მექანიზმის შექმნამდე იყო ის, რომ ამ ქვეყანაში არ არსებობს პოლიტიკური ნება რომ ადამიანის უფლებების სისტემური დარღვევების ფაქტები ვინმემ გამოიძიოს, არ არსებობს დამოკიდებული ინსტიტუტები, რომ ესეთი რამე მოხდეს ამ ქვეყანაში და ამიტომ შეიქმნა ეს მექანიზმი. ეს არის მნიშვნელოვანი რომ გვესმოდეს საერთოდ რატო შეიქმნა ეს მექანიზმი. არ შეიძლება დასკვნას და რა მოყვება ამას, ამ დასკვნაში თვითონ არის ბოლოში გაცემული რეკომენდაციები, არის რეკომენდაციები თვითონ ოცნების მიმართ გაკეთებული, ესი შესრულების მოლოდინიც ცხადია არც არავის არ აქვს, არც აქ და არც იმ ექსპერტებს, მაგრამ მაინც და არის შემდეგ მოწოდებები კონკრეტული ეუთოს წევრი ქვეყნებისადმი, რომ მათ რა შეიძლება გააკეთონ და მათ შორის ერთ-ერთი არის ის, რომ მათ დაიწყონ გამოძიებები საკუთარ ქვეყნებში, იმიტომ რომ დანაშაულები, რომლებზეც ამ დასკვნაში არის საუბარი, არის ესეთი დანაშაულები, რომ მათზე გამოძიები შეიძლება ცალკეულ ქვეყნებმა დაიწყოს. საქმეები შეიძლება აღძრან ცალკეულ ქვეყნებმა და ამას არ ჭირდება მაინც და მაინც ის, რომ ოცნებამ ჩაატაროს აქ საკუთარი პროკურატურით რამე გამოძიება. ერთი საფრთხე არის ეს, რომ დამოუკიდებელ ქვეყნებმა წერან ჩამოვთვალე მე
4 ქვეყანა, გერმანია, საფრანგეთი, შვედეთი, ნიდერლანდები, რომლებიც ყველაზე ხშირად აკეთებენ ხოლმე ეს რაღაცებს, შეიძლება იქნების იმ ქვეყანაში დაიწყოს ესეთი გამოძიება და მაგ შემთხვევაში პასუხისგებას ვერ გაექცევიან, მიუხედავად იმისა, რომ აქ არიან ფიზიკურად, მაინც ვერ გაექცევიან პასუხისგებას და მეორე არის მიმართვები გაკეთებული ასევე სხვადასხვა საერთაშორისო სტრუქტურებისადმი, სხვადასხვა ტიპის გამოძიებების ჩადარებაზე, იქნება ეს ადამიანების წამება, იქნება ეს ქიმიური ნივთიერების გამოყენება თუ სხვა ბევრი რამე არის, იქ მათ შორის არჩევნების გაყალბებაც არის საუბარი, ყველაფერზე არის მოკლედ საუბარი, რასაც მე არ ველოდი და ბევრი არ ელოდა, იმიტომ ჩვენ გვეგონა რომ ეს კონკრეტულად იქნებოდა ქიმიური ნივთიერების გამოყენებაზე ან ადამიანების წამებაზე, მაგრამ ყველაფერი არის მოცემული ამ დოკუმენტში. ანუ სადამდე მივა ეს ყველაფერი, როდის ვიღაც დაიწყებს და სადამდე მივა ეს მართლა არავინ არ იცის, ანუ ნებისმიერ შემთხვევაში სპეკულაცია იქნება ჩემი მხრიდან, ნებისმიერი მხრიდან ხარ რომ ჩვენ ვისაუბროთ, რა ზუსტად ვიცით რომ ესენი ამას გააკეთებენ, ესენი იმას გააკეთებენ. რაც შეეხება კოალიციას კი, კოალიციას და არა მარტო კოალიცია, ალიანსის სხვა პარტიების მუშაობენ ამაზე, მათ შორის რაღაცებზე ერთობლივად მუშაობთ და არა მხოლოდ ჩვენ, სხვადასხვა სამოქალაქო ჯგუფებიც მუშაობენ ამაზე. ეს დოკუმენტი არის ისეთი, რომელიც შეგვიძლია ხა ვაფრიალოთ ყველგან და უთყათ სულ თავში ოცნებას, ყველგან სადაც ხელი მიგვიწევდა და კი, რა თქმა უნდა, ამის გაკეთებას ვაპირებთ. ჩვენ შემთხვევაში, კოალიციის შემთხვევაში, რამდენიმე თვის წინ, როდესაც მე გამოვედი ციხიდან, შეიძლება მაყურებელს ახსოვდეთ, ჩვენ გავაკეთეთ ბრიფინგი და ჩვენ მაშინ აღარ მახსოვს, მეგონი 9 ორგანიზაციას მიმართეთ საერთაშორისო ორგანიზაციებზე საუბარი გამოძიების თხოვნით, ხო, ანუ ეხლა რასაც ვაკეთებ, კი follow-up იქნება, ანუ ამ ორგანიზაციებს კიდევ ერთხელ შევეხმიანებით, გიგამ ამაზე და გიგამ და არა მარტო გიგამ ალიანსის სახელით იყო დღესაც ბრიფინგი, იქ სხვა პარტიების წარმომადგენლები იყო, ალიანსის წევრი პარტიების მიმართავთ ისევ ამ ორგანიზაციებს და მათ შორის იქ ხაზგასმა იყო ასევე იმაზე, რომ კონკრეტულად საფრანგეთთან გვექნება ცალკე კომუნიკაცია, იმიტომ რომ როგორც ივანიშვილი საფრანგეთის ამ ალიანსის განცხადებასაც გამოეხმაურა სხვათა შორის კობახიძე და თქვა, რომ ეს კრიმინალების განცხადებას გავდაო, არავით არის ფასი არ აქვს, მათი წარმატების შანსი აბსოლუტურად ნულიაო. რა წარმატების შანსი აქვს ზურა, აი თქვენს ქმედებებს, გაიგე ჩემი შეკითხვა თუ არ გქონდა ყურსასმენი ყურთან? არა, კი მესმოდა. ხო, რა წარმატების შანსი აქვს რეალურად აი თქვენს მიერ დღეს გაჟღერებულ ინიციატივებს, რომ აპირებთ ამ ყველაფერზე მუშაობას? შეგვიძლია გადავახვიოთ რამდენიმე წლის წინ და მოვუყვეთ იქიდან აქვს თუ არა ესეთ ერთობლივ მუშაობას წარმატების შანსი და ვნახავთ რომ წლების წინ ისინი იძახდნენ რომ ევროპარლამენტის რეზოლუციებს არანაირი ფასი არ აქვს და მათ აქვს ჩალის ფასი. ისინი საუბრობდნენ იმაზე რომ მათ პრობლემა არ ექნებოდათ ევროპულ სტრუქტურებთან მუშაობის თვალსაზრისით და ყველაფერი თავის საკუთარ ყოველდღიურ ხადაჭერებს ეუბნება ყველაფერი კარგად იქნება და ჩვენ გავაგზავნებთ ურთიერთობას ჩვეულებრივად ბიზნეს as usual სხვადასხვა ევროპულ სტრუქტურებთან და ასე შემდეგ, მაგრამ ჩვენ ხედავთ რომ ამ ევროპარლამენტის რეზოლუციებმა გავლენა იქონია პოლიტიკურ გადაწყვეტილებებზე, ისინი არიან პრაქტიკულად სრულ იზოლაციაში ევროპული სტრუქტურების და ევროპელი ლიდერების მხრიდან. ისინი მათი კრედენშალები, მათი ტიტულები არის ქართულად როგორ არის ეს არ აღიარა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ და დღემდე იქ ქვეყნის რეჟიმში არიან, რომ იქნებ რამე რაღაცა ხელი ჩამოართვას და დადიან და ხდებიან იქ მარტო რუსების ხელფასზე მყოფ რამდენიმე იქაურ პოლიტიკოს. ისინი მათ აღზრეს სისხლის სამართლის საქმეები ჩვენს წინააღმდეგ იმის გამო რომ ჩვენ ველაპარაკებით ჩვენ დასავლეთ პარტნიორებს და მათ სიმართლეს უყვები და ამის გამო ვიპირებენ ციხეში გაშვებას 15 წლით ისინი მათ გააგზავნეს რაღაცა საქმე შეკერეს და გააგზავნეს საკონსტიტუციო სასამართლოში და აპირებენ ჩვენს აკრძალვას კონკრეტულად ეს ყველაფერი ხო აჩვენებს იმას რომ სინამდვილეში ჩვენ რასაც ვაკეთებთ ამ ყველაფერს მოაქვს ეფექტი თორე ამას მართლა ეფექტი ვარ ქონდეს და მართლა ფასი ვარ ქონდეს და მართლა შედეგი ვარ მქონდეს ამ ყველაფერს ატო გააკეთებ მაგიტო აკეთებენ რომ სინამდვილეში რასაც ჩვენ ვაკეთებთ რასაც ჩვენ მუშაობთ ამას კონკრეტული შედეგები მოაქვს და ეს შედეგები მათთვის არის ძალიან მძიმე კი ბატონო. და სულ რა კიდევ ერთ საკითხზე მინდა რომ ვისაუბროთ, ეს ეხება უშუალოდ ლელოს ინიციატივას, რომელსაც თქვენ ასევე გამოეხმაურეთ სოციალური ქსელით და დაწერეთ, რომ როდესაც რუსული ტიპის რეჟიმს უკეთებ ასეთ შეთავაზებას, ასეთი დამამცირებელი პასუხი არის ბუნებრივი და ერთადერთი 10-მდე ადამიანთან მომიწია მტკიცება, რომ ლელოს განცხადება არ იყო ბიძინასთან შეთანხმებული თამაში, ვისაც ვერ ვაწმუნებდი, ყველას ვთხოვე რომ დალოდებოდნენ დღევანდელ დილას და ოცნების პასუხსო. პირდაპირ თქვენთვის რა პრობლემა აქვს აი ლელოს მიერ გაჟღერებულ ამ ინიციატივას, რომ უნდა დაელაპარაკოთ ქართულ ოცნებას? პრობლემა რაც არის გამოჩნდა, ხო, დღევანდელი ოცნების რომ ოცნებას არ უნდა საუბარი?
არა, უნდა გესმოდეს, რომ რუსებთან გაქვს საქმე და რუსეთს, როდესაც სუსტის პოზიციიდან ელაპარაკები და რაღაცას თხოვ, ის ყოველთვის შენზე გაიწმენს ფეხს და ეს ერთხელ არ მოხდარა და ორჯერ არ მოხდარა უკვე ჩვენ თვალწინ და ეგ ეს არ არის სამწუხაროდ ეს არ არის ამ შემთხვევაში ხა მარტო ერთი კონკრეტული პოლიტიკური პარტიის პრობლემა ჯამში ეს აქეთა ფლანგზე ცუდად აისახება და ამის გამო არ ღირს ეგეთი რაღაცების გაკეთება, იმიტომ რომ ლაპარაკში კი არ არის პრობლემა. ჯერ მე მგონია რომ ადამიანებს მაინც კარგად არ ესმის საერთოდ რაზე არის ლაპარაკი, რა ლაპარაკზე არის ლაპარაკი და რა დიალოგზე არის ლაპარაკი. ანუ რაზე უნდა ელაპარაკო ოცნებას. ანუ ოცნებას რატო უნდა მოუნდეს აქეთა ფლანგთან ლაპარაკი. ხო, ეს მარტივი კითხვა არის. ხო, პირველში ამას უნდა დაუსვა საკუთარ თავს, რომ რატო უნდა მოუნდეს ოცნებას აქეთ ფლანგთან საერთოდ ლაპარაკი. რა ლაპარაკის ხუშტური აქვს, უნდა რომ ვიღაცებს ელაპარაკოს თუ რატო? ერთადერთი მიზანი, რის გამოც შეიძლება ოცნებას უნდადეს აქეთ ფლანგთან დალაპარაკება, ეს არის მისი ლეგიტიმურობის აღიარება. არა იმის აღიარება, რომ მათ ხელში დე-ფაქტო ძალაუფლება, ამას რაც ყველა აღიარებს, რომ მათ ხელში არის დე-ფაქტო ძალაუფლება, მაგრამ რასაც ჩვენ არ ვაღიარებთ, არის ის, რომ ის მათ აქვს დემოკრატიული ლეგიტიმაცია, რომ ისინი ხალხის მიერ დემოკრატიულად არიან აღიარებული. ეს ტკივათ მათ. ამაზე არის შემდეგ დაფუძნებული ყველაფერი. ანუ ერთადერთი რისთვისაც შეიძლება ამ შემთხვევაში ოცნებას და რეჟიმს რაც გინდათ დაუძახოთ, უნდადეს აქეთ ფლანგთან საუბარი არის ის, რომ თუ ჩვენ ამ საუბრის შედეგად, ან თუნდაც საუბარში ჩართვით, თავისთავად ამ ფაქტით ვაღიარებთ მათ როგორც დემოკრატიულად არჩეულ ხელისუფლებას. ხო ამაზე არის, ხო სინამდვილეში ამაზე ვლაპარაკობთ, უბრალოდ ამას არავინ არ იძახის ესე ხმამაღლა, ან ცოტა იძახის. ამაზე არის ხო ლაპარაკი. ხო და რატო უნდა, ანუ ამ რეალობაშიც ახლა ჩვენ ცხოვრობთ, ხო? რა შემთხვევაში შეიძლება მიცე ამ რეჟიმს ლეგიტიმაცია? რატო უნდა მიცე? მე უბრალოდ ეს არ მესმის, იმიტომ ამაზე თუ ლაპარაკობთ, ამაზე უნდა ვილაპარაკოთ. როდესაც 125-ზე მეტი ადამიანი არის დღეს პოლიტიკური და სინდისის პატიმარი, ხო, არის დაწყებული კიდე სააკაშვილი და კიდე ბაჩუახალაიათი და დამთავრებული აქვს რიგითი ახალგაზრდა ბიჭებით, რომლებიც 5 წელი და 8 წელი გაუშვეს ციხეში, ხო, აი ხვალთუს ზეგარი, მაგალითად აი ჩეჩინის ერთ-ერთი ის არის კიდე, რომელსაც 8 წელი მიუსაჯეს და ახლა კიდე დამატებას უპირებენ ზემოდად, ხო, არ არის ამ ქვეყნის მოქალაქე, მაგრამ მაგას მნიშვნელობა არ აქვს. სულად უდანაშაულო ადამიანები 8 წელი გაუჩაყარეს ციხეში, ხო? აგ რაზე უნდა ველაპარაკოთ? ანუ ხო შეიძლება მოლაპარაკების თამა ეს იყოს, რომ პირობითად გამოუში ხალხი და მაგ შემთხვევაში გაღიარებ, ხო? მაგ შემთხვევაში რა გარანტია არსებობს, რომ მეორე დღეს ისევ არ დაიჭერენ ადამიანებს. მანამ სანამ ადამიანები 5-ზე მეტი ახალგაზრდა არის ნაწამები რუსთავებზე და ჟურნალისტებს კინაღამ თავები მოაწყვიტეს, ხო? მინიმუმ ორი ამბავი გვაქვს გადაღებული კადრები და ჩანს, ხო? მანამ სანამ ეს მოძალადეები დასჯილი არ არიან და შენ შედიხარ რაღაცა მოლაპარაკებაში და აღიარებ იმათ ლეგიტიმაციას. რა გარანტია რომ მეორე დღეს თავპირსად დაალეწავენ ყველას და ვიღაცა არ შემოაკვდება. სად არის ამის გარანტია? მანამ სანამ ვინც ეს ძალადობა ჩაიდინა და დაორგანიზა, ისინი დასჯილი არ არიან. არა ლაპარაკის დროს რო უთხარო არ გაღიარებო და ამის გამო შეიძლება ციხეში წახვიდე დღეს, ხო? მიიღეს, ხო, ეგეთი რაღაცა, ეგეთი კანონი, ხო? ან ტროტუარზე მდგომის გამო ადამიანს იჭერა. ამ დონეზე აქვს შეზღუდული გამოხატვის თავისუფლება, ანუ არ გალაპარაკებენ, ლაპარაკს იგზალავენ და შენ იზახი რომ მოდი დაჯექი და დამელაპარაკე. ეს ხო არანორმალური, არაადეკვატური ამბავი არის, ხო? ანუ მინიმუმი რაღაცეები არსებობს. ჩემი აზრით, ეს არის ის, რომ მოძალადეები უნდა დაისაჯონ, ეს არის ის, რომ პოლიტპატიმრების პატიმრები ამ ქვეყანაში აღარ უნდა არსებობდნენ და ეს არის ის, რომ ლაპარაკის შემზღუდველი და გამოხატვის თავისუფლების შემზღუდველი კასკადი კანონმდებლობის, რომელიც მიიღეს თავისი ჯარიმებიან, ტროტუარზე დადგომის გამო დაჭერებიდან და ეს ყველაფერი არის უკან წასაღები. ეს არის მინიმუმი, რომელიც უნდა დაკმაყოფილდეს იმისათვის, რომ საერთოდ რამეზე ლაპარაკს კონდეს აზრი, მაგრამ განწყობას ხო ხედავს საით მიექანება ეს რეჟიმი, როცა უყურებ, რომ პირიქით ყოველდღიურად ამ ხრივ მდგომარეობა კიდევ უფრო მძიმდება და ამ დროს შენ გამოდიხარ ინიციატივით თან საჯაროდ და მე შემდეგ რას უნდა ელოდე ერთხელ ორჯერ სამჯერ ყოველჯერზე რომ ესეთი პასუხი იბრუნდება, ხო უნდა მიხვდე რომ ამ რეჟიმის ბუნება არის ესეთი მას ეძახი რუსული ბუნებას, ხო? ეს არის ამ რეჟიმის ბუნება. ყოველჯერზე რამდენჯერაც შენ სუსტის პოზიციიდან მას რაღაცას თხოვ, ყოველჯერზე იქიდან მიიღებ იმას, რომ ტალახიან ჩექმას გაიწმენს შენზე და ხო და მით უმეტეს ეხა ხო გასაგებია რომ მართლა გუწველად თუ გჯეროდეს რომ რაღაცა ლაპარაკი უნდა დაიწყო. ეგ ხო ეხა ეგრე არ კეთდება საჯარო მოწოდებით ცალკე აქეთ რაღაცა ოპოზიციური ფლანგისკენ და ცალკე იქით რაღაცა ოცნებისკენ, ხო? არ კეთდება ეგეთი რაღაცები ეგრე. თუ მართლა თუ გჯერა როგორ შეიძლება გჯეროდეს არ ვიცი, მაგრამ მაინც ჯერ ხო არ ვიცი, საჯარო სანამ გამოხვალ და რაღაც მოწოდებას გააკეთებ, რა ვიცი, ჯერ აქეთ უნდა დაელაპარაკო ხალხს, ხო?
და იქით ამ ხარესაც, როცა ერთხელ და ორჯერ რაღაცა მსგავსი გააკეთე და იქიდან შენზე გაიწმინდეს ფეხი, მესამე საჯაროდ აღარ უნდა გამოხვიდე და მე 4-ე და კიდე აღარ უნდა გავიც იმას ნუ კულისებში და დაელაპარაკო იმას და იმადგან მიიღო რაღაცა არ ვიცი გარანტია რომ ხო შე რო იტყვი მაგას მე გამოვალ და იმას რა ვიცი დაგეთახრები ხო მაგრამ ეგეც რო არა გაკეთებული ვის რას ემსახურება მიზნად ეგეთი საჯარო განცხადების გაკეთება არ ვიცი რა მედიაში შეიქმნა ერთდღიანი ნიუსი ოკეი მიიქცე ყურადღება მაგრამ ეს მედიაში ერთდღიანი ნიუსი მთავრდება იმითი რომ საბოლოო ჯამში რა ვიცი რაღაც დამამცირებელ პასუხს იღებ რეჟიმისგან და მე მეორე დღეს არ ვიცი იწევს რაღაცა არის მაკორექტირებადი რაღაცა განცხადებების გაკეთება და კი ბატონო ზურა კი ბატონო გონია რომ ამას კარგი მოეტანა ან ჯამში აქეთა ფლანგისთვის ან კონკრეტულად ლელოსთვის მე მგონი ეს ჩანს რა ხელის გულზედებს კი ბატონო ზურა თქვენ როგორ ხედავთ აი როგორ უნდა მოხდეს ივანიშვილის დამარცხების გაფორმება აი რა გზებით წარმოგიდგენიათ ეს შეკითხვა მინდა რომ დაგისვათ როგორ მარცხდება აი როგორ ფორმდება ივანიშვილის დამარცხება რაზეც მუშაობთ ყოველდღიურად აქტიურად და მათ შორის იმ ოპოზიციური ალიანსის მთავარი мотиваციაც არის ეს ხომ ხელისუფლებიდან ივანიშვილის რეჟიმის როგორც უწოდებთ გასტუმრება ეგ წერია იმ დოკუმენტში, რომელიც არის შეთანხმების ტექსტი ამ ალიანსის წევრი პოლიტიკური ძალების. ანუ რეალურად რაზეც არის საუბარი იმაზე, რომ ჩვენ ამ წლების განმავლობაში რაღაცები ვაკეთეთ და რაც ვაკეთეთ, იქიდან ამოვარჩიეთ ის სტრატეგიული მიმართულებები, რომელიც აშკარად მუშაობს, რომელიც რომ მუშაობს, ეს ჩანს იქიდან, რომ ყველაზე მეტად აღიზიანებს ოცნებას და ივანიშვილს, ეს ჩანს იქიდან, რომ როდესაც ამ მიმართულებებით რაღაცებს ვაკეთებთ, ამაზე აქვს ყველაზე მწვავე რეაქცია და ეს ჩანს მათ შორის იქიდან, რომ ამ რაღაცებს რო ვაკეთებ, ამის გამო გვიჭერენ და გვსვამენ ციხეში. და ამან გახადა ჩვენთვის ნათელი, რომ აი ეს რაღაცა მიმართულებები, რასაც ჩვენ ვაკეთებთ, არის მათთვის ყველაზე მტკივნეული და მათთვის ყველაზე დამაზიანებელი. კი ბატონო, ამან უნდა მოიტანოს შედეგი. აი ეს შედეგი როგორ ფორმდება ზურა? არჩევნებს ნიშნავს თავადვე ივანიშვილი და შემდეგ აი ამ არჩევნებში რაღაცა გაფორმდება მისი დამარცხება, ასე წარმოგიდგენიათ? მე არ ვიცი ზუსტად მაგის ფინალი რა იქნება. ფინალი ნებისმიერ შემთხვევაში არჩევნები იქნება ცხადია, ოღონდ ეგ ფინალი როგორ დადგება, მაგის ზუსტი სცენარი მე არ მაქვს. მე წარმოვიდგენია, რომ ჯამში ორნაირი სცენარი შეიძლება იყოს. ერთი სცენარი არის ის, რომ რეჟიმი შეიშლება, რომ და შეიძლება მაქამდე მივიდეს, იმიტომ რომ მაგ სპირალში არიან ეხლა, რომ არის ივანიშვილი გარბის და ტოვებს ამ რაღაც საკუთარ მონებს აქ და რეჟიმი ჩამოიშლება და მაგ შემთხვევაში მოხდება რაღაცა მშვიდობიანი გადმობარება ხელისუფლების და კი მე აი მაინც არჩევნები ჩატარდება, ჩვენ ჩავატარებთ მაგ არჩევნებს. ან რავი, მეორე სცენარის ალბათობაც არსებობს ჩემი აზრით. მეორე სცენარი არის ის, რომ ჩვენ ვახერხებთ საზოგადოებრივი პროტესტის ისეთ მობილიზებას და მოსახლეობის მოქალაქეების ისეთ მობილიზებას, ჯამში რომ რეჟიმს უწევს უკან დახევა და ის ივანიშვილი ჯდება მოლაპარაკების მაგიდაზე და მიდის რაღაცა დათმობებზე და ჯამში ისევ ჩვენ ვატარებთ მაინც არჩევნებს, რომელიც იქნება თავისუფალი და სამართლიანი. მე დაკება თავისუფალი სამართლიანი იდეალურ არჩევნებს ახლა ვერ ჩავატარებთ ამ ქვეყანაში, მაგრამ თავისუფალი სამართლიანი ისეთი, რომელსაც მოხდება ძალაუფლების აქეთ გადმობარება. კი, რავი, ჯამში ეს არის ორი სცენარი, რომელსაც შეიძლება გქონდეს. კი ბატონო. ზურა, კიდე პატარ-პატარა, მაგრამ ჯამში ეს არის ორი სცენარი. რამდენად განიხილავთ ისეთ სცენარს, რომ მაგალითად აი რა ვითარებაც გვაქვს ახლა, არ ვიცი შეიძლება კიდევ უფრო მძიმეში აქ მოჩნდეთ და ესე ნელ-ნელა მიჩოჩდეს ეს პოლიტიკური პროცესი 20-28 წლის არჩევნებზე. რა ხდება შემდეგ? კი, ანუ ეს სცენარი შეიძლება არსებობდეს, რომ სიტუაცია კიდევ უფრო დამძიმდეს. მეც არის მე ამასობაში მოვიდა ეს არჩევნებიც. მანამ სანამ ჩვენ მოვიგებთ, აქ სიტუაცია კიდევ უფრო დამძიმდება. შეიძლება თუ არა რომ ესე მივგორდეთ 2028 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე, ჩემი აზრით მაგის ალბათობა არსებობს. თუ ჩვენ მოვახერხებთ მანამდე საკმარისად მობილიზება საქართველოს მოქალაქეების, შეიძლება მანამდე მივაყენოთ კედელთან ეს რეჟიმი. თუ ვერ მოვახერხეთ, შეიძლება მივგორდეთ 2028 წელს. და რა ხდება აი ამ 2028 არჩევნებთან დაკავშირებით, რა ის გაქვთ? რა გათვლა გაქვთ? დიდი შინაარსი მაგაზე ლაპარაკს, ახლა საჯაროდ ჩემს აზრი არ აქვს, თუმცა ეგ სცენარების განიხილება ალიანსის შიგნით. ყველანაირ სცენარს განვიხილავთ ჩვენ გზაში რა შეიძლება მოხდეს, თუ გზაში რაღაცები არ ხდება, მაშინ როგორ შეიძლება მივგორდეთ იქამდე, რა კონდიციაში უნდა ვიყოთ, როგორ უნდა ვიბრძოლოთ, ამ შემთხვევაში ყველანაირ სცენარს განვიხილავთ, მაგრამ მათ შორის მაგ სცენარს გავიხილავთ, მაგრამ მაგ სცენარზე ახლა საჯაროდ ლაპარაკს არანაირი შინაარსი არ აქვს ჩემი აზრით. კი, მათ შორის ამ დაშვების დონეზე იმაზეც მსჯელობთ, რომ გახვალთ თუ არა, მიიღებთ თუ არა, თუნდაც ცუდი არჩევნები იყოს მონაწილეობას მასში. რა თქმა უნდა, უნდა იქნება ძალიან ბევრ ფაქტორზე დამოკიდებული. აი რაზე მაგალითად?
რამდენად იქნება ჩვენ მობილიზებული, რამდენად ვიყოლება მობილიზებული საქართველოს მოქალაქეები, როგორ იქნება ამ საქართველოს მოქალაქეებში განწყობა, რა შეება დავათმობინოთ მანამდე რეჟიმს და ამავდროულად ძალიან ბევრი ფაქტორებია, რომელიც გასათვალისწინებელი იქნება. კი ბატონო, ანუ შესაძლოა თავადვე იმუშავოთ რაღაცა კამპანიის ფარგლებში, ზურა? ვიმუშავოთ არა, მაგის გაკეთებას ვაპირებთ და მაგის გაკეთებას ვიწყებთ ჩვენ. და მაგასაც განვიხილავთ. საბოლოო ჯამში ამ ქვეყნის მოქალაქეების მობილიზება, მათ შორის ამ ქვეყნის მოქალაქეებისთვის ახსნა თუ რატომ არის მნიშვნელოვანი პროტესტში ჩართვა, მათ შორის ამ მოქალაქეებისთვის იმის განმარტება, რომ მათ სასიცოცხლო ინტერესში არის ამ რეჟიმის ცვლილება, ეს პირდაპირ წერია მათ შორის. კი ბატონო, რა დაგვაზღვევს მაშინ, რომ 20-24 არ განმეორდეს, იმიტომ რომ სწორედ ასეთივე შემართების კამპანია იყო 20-24-იც, ხომ, რომ ამ მომრჩევლების მაქსიმალური მობილიზება ყოფილიყო და აი რა იქნება დამზღვევი, რომ იგივე სცენარს არ მივიღებთ, იმიტომ რომ ჩვენ თანხმდებით ახლა ისეთ ცუდ სცენარზე, როდესაც ივანიშვილი ვერ გაკეთილშობილდა, ესე ვთქვათ, კარგად არ იქცევა, ისე იქცევა, როგორც აქამდე ან უარესად, ხო, პრიმიტიულად რომ თქვა. ბევრად უარესად კი. მაგის დაზღვევა იქნება ის, რომ უნდა მივიყვანოთ იქამდე რეჟიმის საყრდენები და გამოეცალოთ და რეჟიმს აქვს სხვადასხვა ტიპის საყრდენები და ამ საყრდენების ჩამოშლა იქნება მნიშვნელობა. 2024-ის არჩევნების წინ ეგ არ იყო. მაგამდე არ ვიყავით მისული და გასაკეთებელი არის უფრო მეტი. რა არის ეს საყრდენები მაშინ? ზურა, რა არის ეს საყრდენები? სხვადასხვა საყრდენები არის, ჩემი აზრით, თავარი საყრდენი არის ფული, რეჟიმს არ უნდა ქონდეს იმდენი ფული, რამდენიც ახლა აქვს. მეორე ის არის კონკრეტული ადამიანები, რომელთა ხელშიც არის ივანიშვილისგან მიცემული ძალაუფლება და ისინი წარმოადგენენ საყრდენს სხვადასხვა მიმართულების სხვადასხვა სტრუქტურებში. ამ ადამიანებზე გარედან წნეხი, საჯარო წნეხი და სანქციები არის მათ შორის ერთ-ერთი წნეხი, რომელიც ამაზე ხორციელდება. ეს არის ცხადია ძალოვნები და ძალოვნებში არსებული სიტუაცია, როგორც ძალოვნები, როგორც ერთ-ერთი საყრდენი და ასე შემდეგ, ანუ ამაზე შეიძლება დიდხანს საუბარი. ამ საყრდენების გამოცვლა არ მიგაჩნიათ ცოტა რთულ ამოცანად, იგივე თუნდაც ფინანსურ ნაწილში. პირდაპირ რომ ვთქვათ, ბიზნესზე მდიდარს, მე მგონი არც ვიცნობ ამ ქვეყანაში და ამიტომ გეკითხებით. ანუ ივანიშვილის დამარცხება ფულით რთულია, ხო, ზურა? მე არ მიგულისხმია, რომ ჩვენ ივანიშვილზე მეტი ფული უნდა ვიშოვოთ, მაგის ილუზია არავის არ აქვს. საუბარი არის იმაზე, რომ ის რესურსი, რომელიც აქვს, იმდენი რესურსი არ ქონდეს, რამდენიც აქვს და მან შეექმნას პრობლემები და მაგამდე მე მგონი ნელ-ნელა თვითონაც მიგორდებიან იმ იზოლაციის გამო, რა იზოლაციაში თვითონ მოაქციეს ეს ქვეყანა. ეგ არ მიგულისხმია, რომ ეხლა ჩვენ ვიღაცა მეორე ბიზნესს ვიპოვოთ და მოვიყვანთ, არც მაგის სურვილიც არ აქვს, არც არავის არ აქვს. სხვა რაღაცა ვიგულისხმია, რომ საყრდენების ჩამოშლაში ვიგულისხმია ის, რომ იმდენი რესურსი არ ქონდეს, რამდენიც ახლა აქვს. მოკეთ რთული არის მაგაზე მე არ მithქვამს რომ მარტივი გასაკეთებელი იქნება ეს არც ერთი საყრდენის გამოცვლა არ იქნება მარტივი ამოცანა ზოგადად ამოცანები რომელიც გადასაჭერი იყო ყველა არის რთული მარტივი არ არის არაფერი მაგრამ ამ რეალობაში ვართ რეალობაში ვარ მარტივი არ არის ეს ბრძოლა და არც არავის უფიქია რომ ეს მარტივი იქნებოდა ეს ბრძოლა მაგრამ ისაც არის გასაკეთებელი ნებისმიერ შემთხვევაში არის გასაკეთებელი ჩემს რაც არის მნიშვნელოვანი არის ის რომ ალიაში შემავალ პარტიას კარგად აქვს გააზრებული სად ვართ რა რეალობაში ვართ მაგის გამო მოხდა ის შეთანხმება რომელიც მოხდა მე იცი რომ წლების განმავლობაში საუბრობდი იმაზე რომ ჩვენ ძალები უნდა გავაერთიანოთ მე მგონი რომ ჩვენ ძალიან კარგი სტარტი გვაქვს მათ შორის შემიძლია გითხრათ რომ შიგნით ატმოსფერო ალიანსის შიგნით ეხლაც ყოველ კვირეულად მგონია რომ არის ბევრად უფრო ჩანსაღი მაგას არ ქვია მაგრამ ბევრად უფრო ქცევა არის ბევრად უფრო გუნდური ვიდრე დასაწყისში იყო რაც მე ძალიან მახარებს ამიტომ რა ვიცი მე ზოგადად სულ ოპტიმისტურად ვარ ხოლმე განწყობილი მაგრამ ამ შემთხვევაში მგონია რომ ეს არის ბევრი კარგი რამის საფუძველი და ჯამში თუ ჩვენ ასე გავაგრძელებთ და მათ შორის თუ კიდევ უფრო მეტი ძალების გაერთიანება მოხდა გამარჯობა არის გარდაუვალი კი ზურა სიმჯერა და ეს ბევრჯერ კი ბატონო აი სწორედ ალიანსთან დაკავშირებით მინდა აი ბოლოსკენ მივდივართ რომ გკითხო სხვათა შორის დღის ამბებში 4 საათზე სტუდიაში მყავდნენ სტუმრები და ერთ-ერთმა თქვა რომ თუ სწორედ თქვენს ალიანსთან დაკავშირებით რომ ბევრი კითხვა მაქვსო რაც იწევსო ბუნდოვანებასო მაგალითად თუნდაც პოლიტიკური პატიმრების ნაწილშიო რაღაც აი ამ 9 პარტია შეთანხმდა თუ არა კონკრეტულად ვის თვლიან ისინი პოლიტიკურ პატიმრებად როდესაც მათ გათავისუფლდნენ
გათავისუფლებას ითხოვენ, ან მათ გასათავისუფლებლად იბრძვიან, არის თუ არა ამ პოლიტიკურ პატიმართა სიაში მიხეილ სააკაშვილი და ამაზე აქვთ თუ არა თანხმობა, თუ მხოლოდ ის ადამიანები იგულისხმებიან, ვინც რაღაცა ნოემბრის მოვლენების შემდეგ დააკავესო. ასევე იყო კითხვა იგივე ღარიბაშვილთან და ბურჭულაძესთან დაკავშირებით, რომ მათაც თუ პოლიტპატიმრებად თვლიან ამ ნაწილში რა პოზიცია აქვთო, ვინ დასვა ეს კითხვები, თუ გინდა ამასაც გეტყვი, მაგრამ მე მაინც გავაჟღერე, რადგან არსებობს ეს კითხვები თქვენი ალიანსის მისამართით. აკითხების დასმა შეუძლია ნებისმიერს და რა ვიცი, მე შემიძლია მე მაგაზე რომ ესე გვემბრძელოს ალიანსის შიგნით მე არ მახსოვს, მაგრამ სააკაშვილის პოლიტპატიმარია, ბაჩუახალაის პოლიტპატიმარია და ყველა ეს ადამიანი პოლიტპატიმარია, გინდა 4 ოქტომბრის საქმეზე იყოს დაკავებული, გინდა მანამდე, გინდა 2023 აპრილში დააკავეს ადამიანები, ყველა არის პოლიტპატიმარი, რა თქმა უნდა. ისე როგორც პოლიტიკური მოტივებით არიან დაკავებული ღარიბაშვილის და ლილუაშვილის და ამაზეც მე არაერთხელ მისაუბრია საჯაროდ. ეს ანიშნავს, რომ ისინი უდანაშაულები არიან, მაგრამ ისინი არიან პოლიტიკური მოტივით დაკავებულები და არავის არ ჯერა, რომ ივანიშვილმა ისინი იმიტომ დაიჭირა, რომ კორუფციაში იყვნენ გარეული. კორუფციაში არის ჩაფლული მთელი ქართული ოცნება. მთელი ქართული ოცნება თუ მაგდამეთ კორუფციაზე უნდა დაჭერა, ხადაპირველი კალაძემმა დაეჭირა. კორუფცია არაფერ შუაში არ არის. ან პოლიტიკური მოტივებით არიან ისინი დაჭერილები და კი ყველა ეს ადამიანები გასათავისუფლებელი. და რა ვიცი, სააკაშვილზე რა ვის გაუჩნდა კითხვა, არ ვიცი, მე არ ვიცი. ალიანსში რომელიმე პოლიტიკური მოთამაშე, რომელიც ართვლის, რომ სააკაშვილი არის პოლიტიკური პატიმარი. მაგრამ ეთი შემე მგონი? კი, აღარ გესმის ზურა დასასრულისკენაც. კი ბატონო, მცირე ტექნიკური ხარვეზი ჰქონდა, ზურას აღარ ესმოდა.